სოციალური მედია დღეს წარმოუდგენელი პოპულარობით სარგებლობს. ის გამოიყენება როგორც საკომუნიკაციო და გასართობი, ასევე საქმიანი მიზნებისთვის. სწორედ ამიტომ მისი უსაფრთხოების დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. რათა თავიდან ავირიდოთ ისეთი კიბერსაფრთხეები, როგორიცაა პირადი მონაცემების მოპარვა, ფიშინგი და სხვა მავნე ქმედებები. სოციალური ქსელები, როგორიცაა Facebook-ი, Instagram-ი, TikTok-ი და სხვა ხშირად ითხოვენ ისეთი პირადი ინფორმაციის გაზიარებას, როგორიცაა დაბადების თარიღი, ელექტრონული პოსტა ტელეფონის ნომერი. ეს ინფორმაცია შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ჰაკერების მიერ თქვენს პირად ან ფინანსურ მონაცემებზე წვდომისთვის. ამიტომ მოერიდეთ მსგავსი ინფორმაციის საჯაროდ განთავსებას. გამოიყენეთ ძლიერი პაროლები, რომლებიც შეიცავს მინიმუმ 12 სიმბოლოს და რეგულარულად ცვალეთ ისინი. არ დააყენოთ ერთი და იგივე პაროლი სხვადასხვა პლატფორმაზე. მართეთ კონფიდენციალურობის პარამეტრები. ეს მნიშვნელოვნად ზრდის უსაფრთხოების დონეს. აკონტროლეთ, ვინ ხედავს თქვენს პოსტებს, პირად ინფორმაციას და აქტივობებს. გაასწორეთ თქვენი პროფილის ხილვადობის პარამეტრები ისე, რომ მხოლოდ მეგობრებმა ან კონკრეტულმა ჯგუფებმა შეძლონ თქვენი პოსტების ნახვა. რადგან არასდროს იცით, ვინ რა მიზნით გამოიყენებს იმას, რასაც ზოგჯერ დაუფიქრებლად ვაზიარებთ. გამართეთ ადგილმდებარეობის გაზიარების ფუნქცია, როდესაც მისი გამოყენება არ არის აუცილებელი. თუ თქვენი პროფილის პოვნა შესაძლებელია თქვენი ტელეფონის ნომრის ან ელექტრონული პოსტის საშუალებით, ეს ფუნქციაც გათიშეთ. გამოიჩინეთ სიფრთხილე საეჭვო ბმულებთან. გახსოვდეთ, სოციალური ქსელები ჰაკერებისთვის ხელსაყრელი ადგილია ფიშინგ შეტევების განსახორციელებლად. შეგახსენეთ, რომ ფიშინგი არის კიბერშეტევის მეთოდი, როდესაც მავნე პირები გიგზავნიან შეტყობინებებს ან ბმულს, რათა მიიღონ თქვენი პირადი ინფორმაცია. ასევე ფრთხილად იყავით შეტყობინებებთან, რომლებიც გთხოვენ თქვენი პაროლის ან სხვა მონაცემების გაზიარებას. ანგარიშის აქტივობის რეგულარული მონიტორინგის საშუალებას მოგცემთ, იყოთ უფრო მშვიდად და დაცულად. სასურველია რეგულარულად გადაამოწმოთ, რომელი მოწყობილობები და IP მისამართები არის დაკავშირებული თქვენს ანგარიშებთან. იმ შემთხვევაში, თუ ნახავთ საეჭვო ან უცნობ აქტივობას, დაუყოვნებლივ შეცვალეთ პაროლი და შეწყვიტეთ ყველა უცნობი კავშირი. ხშირად ამოწმეთ სარეზერვო ასლებიც, რათა დაიცვათ თქვენი მონაცემები გაუთვალისწინებელი ხარვეზების დროს. მომხმარებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად თანამედროვე სოციალური მედია პლატფორმები აქტიურად იყენებენ ხელოვნურ ინტელექტსაც. მისი ალგორითმები ავტომატურად აიდენტიფიცირებენ ბოტებს, სპამებს და ფიშინგ შეტევებს, რაც ამცირებს კიბერსაფრთხეებს. სისტემა ბლოკავს სიძულვილის ენას, დეზინფორმაციას და ძალადობის შემცველ კონტენტს, რაც სოციალურ პრობლემებს კიდევ უფრო უსაფრთხოს ხდის. პროგნოზების ალგორითმები წინასწარ ცნობენ პოტენციურ საფრთხეებს და ეხმარებიან პლატფორმებს დროულად მიიღონ პრევენციული ზომები. და ბოლოს, სოციალურ მედიის უსაფრთხოება დამოკიდებულია არ მხოლოდ ტექნოლოგიაზე, არამედ იმაზეც, თუ რამდენად გონივრულად ვიყენებთ თავად ჩვენ მას. არ გაასაჯაროოთ ისეთი პირადი ინფორმაცია, როგორიცაა საბანკო ბარათის ნომრები, პირადობის მოწმობა ან პასპორტი. ყურადღება მიაქციეთ, რა ტიპის კონტენტს უზიარებთ საზოგადოებას, რადგან ერთჯერად მას შეცდომამ შესაძლოა დიდი ზიანი მიაყენოს თქვენს რეპუტაციას. გამოიყენეთ სოციალური მედიის შესახებ სასწავლო რესურსები, რომ უკეთ გაიგოთ, როგორ მუშაობს უსაფრთხოების ჩამოთვლილი მექანიზმები. გახსოვდეთ, სოციალური მედია არის ძლიერი ინსტრუმენტი, მაგრამ მისი უსაფრთხოება მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული. მარტივი წესების დაცვით და ინფორმირებული არჩევანით თქვენ შეძლებთ, რომ თქვენი ციფრული სივრცე უფრო დაცული და უსაფრთხო იყოს.